მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ 4:30-დან ამოცანების გარჩევას. აა ოღონდ 4:30-ზე ახლა ერთი პატარა პრობლემაა. მოდი ერთად დავფიქრდეთ, ჩვენი მიმდინარე ცოდნით რამდენად შეიძლება ამ ამოცანის ამოხსნა. იპოვეთ წრეწირის რადიუსი თუ საკოორდინატო სიბრტყის წერტილები კოორდინატებით 5, 7, 2, 3 წარმოადგენენ მისი ერთ-ერთი დიამეტრის ბოლოებს. კარგი, ну რა ხდება? ესე იგი, დაახლოებით ასე გამოვანახავსი რა. ავიღოთ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა. ასე. წრეწირი ასე დაიხატება, დემონსტრირებით. სამი, ალბათ ეს წერტილი იქნებოდა დაახლოებით, ხო? 2, 3 კოორდინატებით. 2, 3 და დიამეტრალურად დგანან ეს წერტილები, ხო? 2, 3 და 5, 7. ვთქვათ, A წერტილი იყოს 2, 3 კოორდინატებით და B წერტილი არის 5, 7 კოორდინატებით. და რადგანაც დიამეტრის ბოლოებია, გამოდის, რომ B წერტილი სადღაც აქ იქნებოდა. აქ იქნება B წერტილი და ისი კოორდინატები შესაბამისად დავაგეგმილოთ, ახლა გამოვაჩინოთ რიცხვით ღერძებზე 5 და სადაც ასე გამოვა ეს, ხო? ეს არის 7. ეგ ვიცით რა, საკოორდინატო სიბრტყის წერტილები, ეს A წერტილი და B წერტილი იყო რაღაც წრეწირის დიამეტრის ბოლოებზე მდგარი წერტილები რა. და ჩვენ გვეკითხებიან ამ წრეწირის რადიუსს, აი რადიუსი იპოვე. არ ვიცი, აქ როგორ უნდა ვიპოვოთ რადიუსი, რომ არ გამოვიყენოთ პითაგორის თეორემა. ახლა პითაგორის თეორემა არა გვაქვს ჯერ ახსნილი, ხო? პითაგორას თეორემა, იმიტომ რომ ეს მსგავსების ცოდნას საჭიროებს, მართკუთხა სამკუთხედში მსგავსება უნდა ავხსნათ და შემდეგ უკვე ერთ-ერთი შედეგი არის პითაგორას თეორემა. ახლა შუაშია პითაგორას თეორემა, რაღაც სიტყვის, ხო? ორ წერტილს შორის მანძილის დასათვლელი ფორმულაა. ანუ იდეაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ორი წერტილი x1, y1 და მეორე წერტილი x2, y2 და გვინდა ამ მონაკვეთის სიგრძის დათვლა, ეგ ჩვენ ალგებრაში შევხვდა და მაშინაც ვთქვით, რომ პითაგორის თეორემის ცოდნა საჭიროებდა x2 მინუს x1-ის კვადრატს უნდა დავუმატოთ y2 მინუს y1-ის კვადრატი. ანუ ერთსახელა კოორდინატების სხვაობა და კვადრატების ჯამს ამოფესვავთ რა. ეს ცალსახად პითაგორას თეორემა. აი, ამათ გარეშე, აი პითაგორის თეორემის გარეშე, აი წარმოუდგენლად საღამო როგორ უნდა ამოიხსნას. ერთი შუა წერტილის კოორდინატებს ალბათ იპოვეთ თალესის თეორემის თანახმად. შეიძლება ეს ამოცანა გადავაკეთოთ, იპოვეთ ცენტრის კოორდინატები, ვთქვათ. იმიტომ რომ ესო ტოლია შესაბამისად ერთი და იგივე კუთხით ვახდეთ, ხო, დაგეგმილებას მართი კუთხით, ანუ ესენი ერთმანეთის პარალელურია და ეს გვერდიც გაიყოფოდა შუაზე, ანუ გამოდის, რომ შუა წერტილი უნდა იყოს და შუა წერტილი არის 2 + 5-ის ნახევარი, ანუ 3.5 იქნება. ანუ სხვაგან თვითონ მონაკვეთის სიგრძე რომ ვიპოვოთ, AB მონაკვეთის სიგრძე, ხო? ყველა ვარიანტში გვჭირდება პითაგორის თეორემა. ამას და შევაერთებდით ასე, განვიხილავდით აი ამ სამკუთხედს. რა თქმა უნდა, ეს გვერდი 3-ია, მარტივი საჩვენებელია, ეს გვერდი 4-ია და პითაგორას რიცხვები გამოდის, AB იქნებოდა 5 და რადიუსი, დიამეტრი თუ 5-ია, რადიუსი გამოვიდოდა 2.5. ანუ ინვეს თუ რეგულებად სხვა იდეა, სხვა გზა, რომელიც არ საჭიროებს მომდევნო თავებში გამოყენებულ მოცემულ ცოდნას და ახლა მიმდინარე ცოდნით შეგიძლიათ ეს თქვათ, მაშინ გაგვიზიარეთ, საინტერესო იქნება. 31 ამოცანა.
51 ამოცანაც A კატეგორიის ამოცანების ხასიათს იმეორებს, არა? და შეგვიძლია თავად ნახაზი ვშელოთ აქ. ну, რადგანაც ალბათ AC ხებია, ნახაზე ასე ჩანს, აქ უნდა იყოს დაკონკრეტებული რაღაც კაცრად მოვექცევით ახლა პირობას. O-წერტილიდან რადიუსი შეხების წერტილში გავლებული ცხადია, ეს მართი კუთხე იქნებოდა, ანუ მართკუთხა სამკუთხედია, O-ია, COD კუთხე 131 გრადუსია, ანუ ეს თუ 131 გრადუსია, შესაბამისად მისი მოსაზღვრე კუთხე იქნებოდა 59 გრადუსი და მაშინ ამ მართკუთხა სამკუთხედში ჩვენ ამ კუთხეს დავთვლიდით, მარტივად უკვე მახვილი კუთხეების ჯამი არის მახვილი კუთხეების ჯამი არის 90 გრადუსი და აქ 51 გრადუსი იქნებოდა, 90-ს გამოვაკდებოდა 59. ალბათ თუ შევძლებთ ახლა 32-ს თავად წიგნის ნახაზით გავაკეთოთ, აბა ვნახოთ, თუ არ დაგჭირდება მეტი ჩარევა. ACB კუთხე 51 გრადუსის ტოლი. აბა სად არის ACB კუთხე? ეს კუთხე, ხო? ეს კუთხე ვიცით. აი, კუთხე ACB 51 გრადუსია. ძალიან კარგი. რკალი AB, რომელიც არ შეიცავს დედა E წერტილს, ანუ გამოდის აი ქვედა რკალზე გვეუბნება, აი დაკონკრეტებაა, ხო? ეს არის 154 გრადუსი, აი ეს. კი ბატონო. იპოვეთ კუთხე DAE. DAE. ვთქვათ ეს E არის, ხო? წაშლილია, უბრალოდ. რომელი არის ახლა DAE კუთხე, რომ ვნახოთ ჩვენ? ეს ვერთებით A-სთან და ამ კუთხეზეა საუბარი, ხო? ამ კუთხეზე. ეს რა კუთხეა? ეს არის კუთხე, რომელიც ეყრდნობა ედერ რკალს. ანუ რასაც გვეკითხებია, რომ კუთხე DAE ეს არის ედერ რკალის ნახევარი. ანუ ჯერ ედერ რკალია საკობლი, მაგრამ ედერ რკალს საიდან იპოვიდი? ედერ რკალი არის გარეული, ეს რკალი გარეულია თვითონ კუთხეც ეს პოვნაში, ხო? აი ACB კუთხის პოვნაში ეს რას უდრის? AB რკალს გამოკლებული ED რკალი შეფარდებული ორთან. აქედან AB რკალსაც გავარდოთ. როგორ? ორი გადმოვიდოთ გამრავლებით არის 102 გრადუსი. AB რკალის გრადუსული ზომა თვითონ 154-ია, ვიცით და ჩავსვამდით, აი ეს. და აკეთება ED რკალი. აქედან ED რკალი მარტივად გამოდის 42 გრადუსი. შესაბამისად, რა გამოვიდოდა კუთხე DAE გამოვიდოდა 21 გრადუსი. ნუ მარტივად გამოვიდოდით ფოს. საინტერესო ამოცანა იყო, თქმა უნდა, მარტივი. 33. 33-ის ნახაზი არ ახლავს, მოდი ჩვენ დავხაზოთ. წილწილზე AB დიამეტრის სხვადასხვა მხარეს აღებულია M და N წერტილები. ხო, ალბათ ამას გულისხმობს. ავიღოთ წერტილი, დავალოთ რაიმე დიამეტრი. დავახურებით ეს ასე იქნება, ხო? ეგრე დიამეტრი. AB დიამეტრია და დავაწეროთ ასოები AB და ცენტრიც მოვნიშნოთ. ასე. დიამეტრის სხვადასხვა მხარეს, ხო? ანუ წრეწირის წერტილები აღებული წრეწირზე და აგერ იყოს M წერტილი თქვათ, აქ იყოს, სიტყვაზე თქვათ N წერტილი. სხვადასხვა მხარეს ავიღე. კუთხე NBA მოდი შევაერთოთ ახლა ჩვენ NB-სთან, აი ასე. და ეს არის 32 გრადუსი. მოდი ვავნიშნოთ 32 გრადუსი. უნდა ვიპოვოთ კუთხე NMB. საინტერესოა. მოდი გავავლოთ ხაზი. NBA იცოდით და გვინდა ჩვენ NMB, ანუ შევაერთოთ M-ი N-თან, M-ი და
აი, გაცრავთ. მოდი წითლად გავხაზოთ რა კუთხესაც გთხოვენ, ხო? აი ამ კუთხეს ითხოვენ. აი ამას. რა შეგვიძლია ახლა ვთქვათ? აი, ამოცემულ კუთხეზე რა ინფორმაცია გვაქვს? ხო, რადგან წელწილში ვარ, რაღაც გარეული უნდა იყოს რკალებთან, ხო? და მარტივი დასანახია, რომ აი ეს კუთხე, რასაც ვიკითხებიან, ეყრდნობა n-ბერ კალს. ანუ იდეაში ჩვენ გვაინტერესებს n-ბერ კალის გრადუსული ზომა. იმიტომ რომ რასაც ვთხოვდნენ, ეს n-კუთხე იქნებოდა n-ბერ კალის ნახევარი. მაგრამ n-ბერ რა არის? დააკვირდით, ეს თლიანად ხო არის 180 გრადუსი. და რადგანაც ეს ჩახაზული კუთხე იყო 32 გრადუსი, შესაბამისად n რკალი ორჯერ დიდი იქნებოდა, ანუ იქნებოდა 64 გრადუსი, ხო? და მაშინ აქედან n-ბერ რკალი არ გამოდის 180 გამოკლებული 64. ანუ გამოდის 116 გრადუსი, არა? და მაშინ 116-ის ნახევარი იქნებოდა n-ბერ კუთხე. ეს გამოდის 58 გრადუსი. დიდი აქვე დავხატოთ, უცებ დავხატოთ აგერ ბარემ ჩვენ. ასე 4-ის 34 ნომერიც მგონია რომ თავად პირობის ნახაზიც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მოდი ასე დავხატოთ. გავიმეოროთ ეს ნახაზი, გადმოვიტანოთ აქ როგორც არის ნახაზული, იმიტომ რომ ავტორი გვეუბნება ნახაზზე მითითებული მონაცემებით იპოვება კუთხეო. გავაქტიუროთ მონაკვეთი და მოდი ვიპოვოთ. ახლა ეს ასე არის, მე ასე ჩამოქს რა. ასე აქეთ მორის კიდევ და ეს ჩამოდის ასე. ჩვენ როგორც მე ახლა აქ წავიდით, ესე იგი ეს არის y გრადუსი, ხო? აი ეგ. ეს არის x გრადუსი. აი ეს არის 48 გრადუსი მათ შორის. კარგი. ახლა რა ხდება? აი ეგ რა კუთხეა იდეაში, ხო არის? კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით, ხო? და რას უდრის კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით? უდრის აი ამ რკალის და აი ამ რკალის ჯამის ნახევარს. მაგრამ თუ დააკვირდებით, ეს რა რკალია? y ჩახაზული კუთხე რასაც ეყრდნობა, ხო? აი ეს ამ რკალს ეყრდნობა. შესაბამისად, ამის ზომა იქნებოდა 2y გრადუსი. და ეს რა რკალია? ამას ხო თვითონ x-ი ეყრდნობა მთლიანად. ანუ იქნებოდა შესაბამისად ჩახაზულ კუთხეზე ორჯერ დიდი, ანუ 2x გრადუსი. შესაძლოა რა გამოვიდა 48 გრადუსიანი კუთხე, არ გამოვიდა? კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით ხო ტოლია მისი და მისი ვერტიკალური კუთხის გვერდებს შორის მოქცეული რკალების ჯამის ნახევარი არ არის? და შესაბამისად x + y რა გამოდის? 48 გრადუსის ტოლი. გავაგრძელოთ საუბარი ამოცანების განხილვა. იგი ცოტა გავზარდოთ აქ. კარგად რაჩავს. 4-35. წრეწირის წერტილიდან გავლებულია ორი ურთიერთმართობული ქორდა, რომლებიც ცენტრიდან 8 და 10 ტოლი მანძილით არიან დაშორებული. წრეწირი. ამიღოთ ამ წრეწირზე რაიმე წერტილი, აი ასე. ამ წერტილი. და გავავლოთ ორი ურთიერთმართობული ქორდა. ის პირობითად ეს ქორდები
MA და MB. თქვენთ ახლა MA უფრო პატარა ჩანს და MA იყოს 8 ტოლი და MB იყოს 10 ტოლი. ახლა შეგვიძლია აქაც დავაწეროთ 10, ხანდახან ის კარგია, ხანდახან ცუდი. ახლა აქ შეიძლება კიდე რაღაც წერტილები გამოგვივიდეს აღებული A-ზე და MB-ზე და ამიტომ მოდი არ მინდა ჯერ ონიშნა. იპოვეთ ოდიში, ეს კი არ არის 10, უყურეთ, რომლებიც ცენტრიდან არიან დაშორებული 8 და 10 სანტიმეტრი. ოდიში ახეთ მეგობრებო, ავიღოთ ცენტრი, პირობითად თქვა ცენტრი არის აქ და რა არის ცენტრიდან დაშორება? ესე იგი, მართოვები უნდა დაუშვა მე თითოეულ ამ ქორდაზე. მოდი დავუშვათ მართოვი. მოდი ეგ იყოს მწვანეფერი. ასე. უშვი მართოვი. დავუშვი მართოვი. ახლა აქ თვალით უფრო პატარა მართოვი ჩანს ეს, ხო? ანუ ეს იქნებოდა 8, ეს იქნებოდა 10. არა აქვს მშობა რომ ესაც დავაწერთ, მაგრამ აიც ახლა თვალისთვის ასე იყოს. უნდა ვიპოვოთ ქორდების სიგრძეები. ახლა რა ხდება? ჩვენ ვიცით რომ მანძილი, ანუ მართობი გვაქვს დაშვებული. ვიცით რომ მართობები ცენტრიდან გავლებული მართობი ქორდას შუაზე ყოფს, ხო? ეს ვიცით. ახლა მეხუთე თავს რო ვისწავლით და იქ ურთიერთმართობული იყო ეს ქორდები არ დაგვაძლეს, მართკუთხედის ფიგურა მართკუთხედს განვიხილავთ და თვისებები გვეცოდება თვითი ხასიათება ზოგადად პარალელოგრამი, ეგ ზღაპარი ამოცანა გამოდის, ეს 10 იქნება, ესეც 10-ია, ეს 8 იქნება, ესეც 8 არის და 20 და 6 გამოვიდა და პირდაპირ, ხო? გვერდები, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს ახლა პრინციპი ჯერჯერობით რაც არ გვისწავლია, იმას არ გამოვიყენებთ. აბა მოდი, ოთხკუთხედის, ანუ მართკუთხედის თვისების გარეშე დავძლიოთ აღნიშნული ამოცანა. როგორ გავაკეთებდით ახლა ამას? არგი ბატონო, ნუ რაც ვიცით, ეს ვართიკუთხე, ეს ვართიკუთხე, ეს ვართიკუთხეა. უნდა ვალოთ ჩვენ ახლა აქ რადიუსი. და რადიუს რომ გავავლეთ. კაი, ანუ რა შევნიშნოთ ახლა ჩვენ? შევნიშნოთ, რომ რადგანაც მართობია გავლებული, ანუ M წერტილშიც ვართიკუთხეა და აი აქაც ხო რაღაცა დავარქვათ რაღაცა E წერტილი. ამას F დავარქვათ. F წერტილშიც მართობი გავლით, ანუ ერთი და იგივე წრფის მიმართ მართობები თუა გავლებული, ანუ ესენი ასეთი სიტუაციაა, ხო? სამხრივდებარე კუთხეების ჯამი 180 გამოდის და გამოდის, რომ ეს წრფეები პარალელურია. ანუ ცხადია MA პარალელურია OS. ცხადია MA პარალელურია OS. მოდი გავავლოთ ახლა რადიუსი. დავუდევთ ხას რად გამავლებ, რაღაც სხვა ფერის იყოს წითელი. გავავლოთ რადიუსი. რა ხდება, რადგანაც პარალელური იყო MF და OE, მაშინ შიგა ჯვარედინა მდებარე კუთხეები ტოლია, ხო? ანუ ეს და ეს კუთხე ტოლი იქნებოდა. ახლა დააკვირდით, ხო გამოდის მაშინ რომ მაშინ სამკუთხედი ME-O ტოლი იქნება სამკუთხედი OF-M-ის და ნატო. შევნიშნოთ, რომ აი ამ სამკუთხედს და აი ამ სამკუთხედს უკვე ორი კუთხე ერთმანეთის ტოლია. ერთი თორე მახვილი კუთხე და მათი კუთხე. შესაბამისად, მეორე კუთხეც ხო ტოლი იქნება. მეორე მახვილი კუთხე, ანუ მესამე კუთხეც ტოლი იქნება. ორ სამკუთხედს ორი კუთხე თუ ტოლი აქვს, თავისთავად 180 გამოვაკდება ეს ორი კუთხე და მესამე კუთხეც ტოლი იქნება. ახეთ რა მივიღეთ? გამოვიდა მეგობრებო, რომ ერთი გვერდი საერთო აქვს ამ ორ მართკუთხა სამკუთხედს და ამ გვერდთან მდებარე კუთხეები ტოლი აქვს, ესე იგი სამკუთხედები ტოლი. ორ ხაზი არის პირდაპირ 8 ხო იყო აქ და MFO სამკუთხედში ორ ხაზი არის პირდაპირ ეს არის, ესეც 8 იქნებოდა. ანალოგიურად ერთ ხაზი არის პირდაპირ აქ 10 რო არის, MEO სამკუთხედში ერთ ხაზი არის პირდაპირ ეს იქნებოდა 10. და შესაბამისად გამოვიდა, რომ
მეორე ნაწილიც ხო შუაზე გაყო OF-მა M-ა და მეორე ნაწილიც რა იქნებოდა აქ მეორე ნაწილი 10 და სულ გვერდი გამოვიდოდა M-ა რამდენი 16 ტოლი, ხოლო MB 20 ტოლი. მგონი წარმატებით დავძლიეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როდესაც უკვე მეხუთე თავის გეცოდინება, რა თქმა უნდა, წამში გააკეთებთ ამას, წამში და მიხვდებით დაინახოთ. 4-26. წერტილი შიგნით გავლებულია ორი ურთიერთმართობული დიაგრამა. ანუ ერთი წერტილიდან არ გვეუბნება. ზედა ამოცანაში 35-ში ერთი წერტილიდან იყო და ახლა შეიძლება ეს დიამეტრები კვეთდნენ რა. წერტილის მოცემული წერტილიდან მასე დაშვებულია მართობი პოვეთ მანძილი ამ მართობთა ფუძეებს შორის თუ წერტილის დიამეტრი 20-ია. ერთი წერტილიდან მე ახლა ისე ქორდაზე ვფიქრობდი და დიამეტრი ყოფილა გავლებული ხო დიამეტრი რა თქმა უნდა ქორდა რომელიც ცენზე გადის ოდეში მე ვფიქრობდი ქორდაზე და უცებ წარმოვიდგინე რადგან არ იყო დაკონკრეტებული ერთი წერტილიდან ორი ქორდა გავლებული თქო ასე წარმოვიდგინე მაგრამ ეს უბრალო ქორდა არ არის ეს დიამეტრია ამიტომ ურთიერთმართობული რადგანა ერთი ასე იქნებოდა მეორე ასე იქნებოდა იძულს რაიმენსები B, C, D, ასე ალბათ, მართიკუთხე მათ შორის. წერტილის მოცემული წერტილიდან მათზე დაშვებულია მართობები. ნუ რაღაცა წერტილი გვაქვს აქ, თქვა რაღაც M წერტილი და დავუშვით ჩვენ მართობები ახლა როგორც ერთ ასე დიამეტრზე, ისე მეორე დიამეტრზეც. რა ვიცით ახლა ეს მართობები რო არის, დავაფიქსიროთ მართი. ეს მართია, თავიდანვე მიღებული ვიცით. იპოვეთ მანძილი ამ მართობთა ფუძეებს შორის. მართობთა ფუძეები რა არის ახლა? მართობთა ფუძეები არის აი ამონაკვეთით ხო? ეს არის ერთი მართობის ფუძე, მეორე მართობის ფუძე, მეორე. ანუ ფუძე ამ შემთხვევაში წერტილია, ხო? ანუ რომ დავუშვებ, ვთქვათ, რაიმე წრფეზე M წერტილიდან მართობს, ამ მართობის ფუძე რა არის? ანუ ის წერტილი აი ეს C, სადაც დაეშვა მართობები. და მეკითხებიან აი ამ გვერდის სიგრძეს, თუ ვიცოდით, რომ რადიუსი იყო, დიამეტრი იყო 20. ნუ თუ დიამეტრი 20-ია, უცებ რადიუსი გამოდის 10 და აქ შეიძლება ახლა გიგრძნოთ გულმა რომ C ეს მონაკვეთი რაღაცა A დავარქვათ. F დავარქვათ, ამასო F-იც 10 უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორ ვაჩვენოთ ახლა ეს როგორ გავაკეთოთ? აკვირდით მეგობრებო. მოდი გავამოთ ახლა ჩვენ აქ. რადიუსი აი ასე. და ვაჩვენოთ რომ სამკუთხედები, აი ეს სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი აქ რომელიც საძიებელი გვერდითაც მიღებული ორი არის რადიუსი მიღებული სამკუთხედის. რადიუსით მიღებული სამკუთხედი, მოდი ეს იყოს. ეს არის, ასე ეს არის რადიუსით მიღებული სამკუთხედი. ახლა რატო არის ტოლები? მოდი ვნახოთ. ეს სამკუთხედები რატო არიან ტოლები? ჯერ ასეთი ეჭვი გაგვიჩნდა და შევამოწმოთ. ერთი გვერდი საერთო. კი ბატონო, ერთი გვერდი საერთო. ჩვენ ხო დავამტკიცეთ, მეგობრებო, აი რომ აი ეს სამკუთხედი და ეს სამკუთხედი ერთმანეთის ტოლი იყო წინაჯერზე. აი ეს მარცხენა და მარჯვენა ეს დავამტკიცეთ. შიგაჯვარედინობით და მკუთხედების ტოლობით. და ეს რომ დავამტკიცეთ, მეგობრებო, რა გამოვიდა? გამოვიდა რომ ეს გვერდი ტოლი იქნებოდა, მოდი წითლად ავუხატა მაინც, აი ეს გვერდი ტოლი იყო ამ გვერდის.
აი დააკვირდით, მართკუთხა სამკუთხედი გაქვთ ორი, ერთი მართკუთხა სამკუთხედი, მეორე მართკუთხა სამკუთხედი და გამოდის, რომ ერთი კათეტი ტოლი აქვთ, მეორე კათეტი ტოლი აქვთ, საერთო აქვთ. ანუ მათ შორის მდებარე კუთხეები ხომ მართიან, ეს საკუთხედები ტოლია. და შესაბამისად, ჰიპოტენუზების ტოლი ხო ექნებოდათ, ანუ F-ი ტოლი არ გამოვიდოდა M-ოსი ხოების. კი, და მაშინ OM მონაკვეთის სიგრძე იქნებოდა თავად, ხო და OM მონაკვეთის სიგრძე კი ვიცით რადიუსია 10 ტოლი. ასე იგი F მონაკვეთის სიგრძე იქნებოდა 10. აი, პირი განსაკუთრებული ხო? დავძლიეთ ესეც. 37. ნახოთ რა უნდა 37-ეს. მიცემულია წრეწირის ორი ურთიერთმართობული ქორდა, თითოეული მათგანი მეორით იყოფა 2-3 სიგრძის მონაკვეთად. ახლა სრულყოფილად გვეუბნება, რომ წრეწირში მოცემულია ორი ქორდა. ერთი ასე, მეორე ასე. თითოეული მათგანი იყოფა 2-3 სანტიმეტრის სიგრძის მონაკვეთებად. ანუ იდეაში ეს არის 2 სანტიმეტრია, აქ ეს იქნება 2 სანტიმეტრი, ეს არის აქეთ 3, ქვედა ნაწილი აქ 2, იგი 3 სანტიმეტრი იქნება. ეს აღნიშნული. დავაფიქსირეთ რა, თან ურთიერთმართობულია. ასე მართიკუთხე მონიშნეთ მათ შორის. იპოვეთ მანძილი ცენტრიდან თითოეულ ქორდამდე. ანუ ზემოთ რომ გავაკეთეთ ჩვენ ამოცანი, იმის შებრუნებულია. ესე იგი, ცენტრს რო ავიღებდით, უნდა გვეპოვა მანძილი, მოდი სხვა ფერი ავიღოთ. სულიერ ზარმუქია. მოდი ასე ვქნათ. ასე, აი ამ მანძილებს ვეკითხებოდეთ. რა იქნება? ახლა აქ რამდენჯერ გავამტკიცეთ უკვე და აღარ წამოყვები. აი ეს თუ ამონაკვეთი, ესეც ამონაკვეთია, ხო, აი აქედან აქამდე. აი ესეც არის. ახლა რა არის ეს? უნდა აკვირდეთ. შეხედეთ, მეგობრებო. აი ეგ ხო დიამეტრის ნახევარი. აქეთ ნაწილი და აქეთ ნაწილი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სულ ეს 5-ია, ჩავთვლით რა, ასე არის, 5-ია, ხო? მაშინ ეს 2.5, 2.5 არ გამოდიან? ხო, აქედან. ეს. ესე დააკვირდით. თუ ეს 2.5-ია მთლიანად და ეგ 2 არის, აი ეს 2 არის. მაშინ აი ეს პატარა მონაკვეთი რა გამოდის? არ გამოდის 2.5 გამოკლებული 2. ანუ გამოვიდოდა შესაბამისად. აი ეს გამოვიდოდა 2.5 გამოკლებული 2 0.5. მე ანალოგიურად ზემოთაც მეგობრებო, ხო? ესეც გამოვიდოდა 0.5 ზუსტად იგივე ლოგიკით. ეს შუაზე გაიყოფოდა 5 იყო 2.5 იქნებოდა, გამოახდებოდა ეს 2 აქეთ რაც არის მარცხნი და ნუ ეგეც დათვლადი იქნებოდა. ანუ გამოგვივიდა მეგობრებო, რომ ჩვენ ერთი შეხედეთ ეს თუ 0.5, ანუ ეგეც 0.5-ია და ეგ თუ 0.5-ია, ეგეც 0.5 გამოდის. ესე იგი პასუხი იქნებოდა 0.5 0.5. 38 ამოცანა. წრეწირის ქორდა მის დიამეტრს კვეთს 60 გრადუსიანი კუთხით და დიამეტრით იყოფა 8 და 6-ის ტოლ ნაწილად. ავიღოთ წრეწირი. ავიღოთ დიამეტრი. ავიღოთ ქორდა, ხო? რომელიც 60 სანტიმეტრი გრადუსიან კუთხით კვეთს და 8 და 6-ის ტოლ ნაწილებად. ასე. გავიქცე.
ანუ ცენტრი იქნებოდა სადღაც აქ. вот ცოტა გადავლაში დევას დააპატარავებ, აი ასე ვიზო. ეს ცოტა შევამოკლოთ. კარგი. ეს არის 60 გრადუსიანი კუთხე, ქორდა რასაც ადგენს დიამეტრი. თქვა დიამეტრი იყო AB, ეს შესაბამისად 2 წერტილია. ქორდა არის CD. ვიცით რომ 60 გრადუსიან კუთხეს ადგენს აი აქ გადაკვეთაში. ვიცით რომ დიამეტრით იყოფა 8 და 6 სტოლ ნაწილებად. ანუ ამას რომ დავაწეროთ A, ესე იგი DK რომ იყოს 8, თვალთაცა შეიძლება ასე ჩანს და KC რომ იყოს 6. იპოვეთ მანძილი ქორდის ბოლოებიდან დიამეტრზე დაშვებული მართვების ფუძეებს შორის. ანუ უნდა დაუშვათ მართვები. იპოვეთ მანძილი ქორდის ბოლოებიდან დიამეტრზე დაშვებული მართვების, ანუ დიამეტრზე დაუშვებით მართვებს, ასე ის ფაფერს ავიღებ რომ მე ცოტა გასწავლებული დიქტორის ხაზია. ოდიში ასე დავუშვით და ისეთ კითხვაში მდგომარეობს. იპოვეთ მანძილი ქორდის ბოლოებიდან, ანუ ქორდა ხო არის C და D. დიამეტრზე დაშვებული მართვების, აი დიამეტრზე დაშვებული მართვები არის შეიძლება ეს, მისი ფუძე არის ეგ. ეგ. მართვების ფუძეებს შორის მანძილი უნდა ვიპოვოთ, ხო? ანუ ჩვენ გვთხოვენ აი ამ მონაკვეთს. დავაწეროთ პრინციპში რაიმე ასო აქ E, აქ F და ითხოვენ F მონაკვეთის სიგრძეს. ეს საინტერესოა რა. ახლა დააკვირდით. ვიცოდით ჩვენ რომ თავად ქორდა 8 და 6 სტოლ ნაწილებად გაიყო. ანუ ეგ იყო 8, პირობითად უფრო პატარა ჩანს, ეგ იყოს 6 იყოს და ეგ იყოს 8. ჩვენ რა ვიცით ახლა, ეს ხო 30 გრადუსიანი კუთხე გამოდის და 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, ანუ ეგ გამოდის ჰიპოთეზის ნახევარი, ანუ გამოდის 3. ანალოგიურად ახლა ესენი ხო პარალელური წრფები არიან, აი ეს და შესაბამისად ზემოთ 30 გრადუსია, კუთხის თვისების თანახმად, აქაც 30 გრადუსი გამოდის. და აქაც 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, ანუ EK იქნებოდა 8 ნახევარი ხო, ანუ იქნებოდა 4. ანუ რა გამოვიდა F მონაკვეთი, F მონაკვეთი არ გამოვიდა 4 + 3, ანუ 7. კი, გამოვიდა. 39 ამოცანავი. კუნი ნახავს იგივეა რა. მოდი. ამას გავასწრებთ, აგერ ნომერს წავშლი, ასე. რა სიტყვავს, წრეწირის ქორდა მის დიამეტრს კვეთს 30 გრადუსიანი კუთხით და ყოფს მას 4 კი. იგივე სიტუაციაა. ზუსტად. მოდი, არქეთ. დავიტანოთ ახლა დახაზზე ეს ინფორმაცია 39. სამხოთ. 39 ამოცანა. 30 გრადუსიან კუთხით გადაიკვეთა და ყოფს მას, ანუ წრეწირის ქორდა მის დიამეტრს კვეთს 30 გრადუსიან კუთხით და ყოფს მას 4 და 6 სტოლ ნაწილებად. ანუ დიამეტრს ყოფს ხო თვითონ 4 და 6 სტოლ ნაწილებად. ანუ ეს იქნებოდა 4. ეს იქნებოდა რამდენი არისო? 6, ხო? 6 სტოლი. ძალიან კარგი. ახლა დააკვირდით რა სიტუაცია ხო, ჩვენ რას ვთხოვეთ, იპოვეთ მანძილი წრეწირის ცენტრიდან ქორდამდე. საინტერესო ხო? ანუ ჩვენ ვთხოვეთ
წრეწირის ცენტრი აგერ არის და მის ქორდამდე ბალძის. ამას ითხოვე. როგორ ვიპოვოთ ახლა? ეგ. მოდი ჯერ ოჯახი ხრავიას პრინციპი გავავყენოთ, ანუ ვიპოვოთ ყველაფერი, რისი პოვნა შეგვიძლია. მაგალითად, რისი პოვნა შეგვიძლია ახლა ჩვენ. დიამეტრის, ხო? დააკვირდით, დიამეტრი ხო იქნებოდა 10, რადიუსი იქნებოდა შესაბამისად 5. და რომ დააკვირდეთ ახლა, აი ეგ სამკუთხედი რომ გამოვიტანოთ, აი ასე. რა თქმა უნდა, სადაც შედის გვერდი, რასაც გვეკითხებიან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ფიგურიდან, ხო? სხვაგან ახლა კითხვის შეშაი, რასაც დავსვი, ის არსად არ შედიოდა. შესაბამისად ეს 30 გრადუსია. დააკვირდით ახლა დიამეტრი რადიუსი თუ 5-ია, აი ეგ თუ 5. ეს მონაკვეთი ერთიანი არ გამოდის, იმიტომ რომ სულ 6 იყო რადიუსი. კი, გამოდის. და შესაბამისად 30 გრადუსია კუთხის მოპირდაპირე კათეტი როგორია? ჰიპოტენუზის ნახევარია. კარგი. ჰიპოტენუზის ნახევარია და შესაბამისად ცოტა გამოვიდა დაწერილი, იქნებოდა ჰიპოტენუზა ხო ერთიანია. 1/2. იგი მე-40-60-ს გავარჩიოთ და ეს ჩანაწერი დავასრულოთ. მე-40. წრეწირის ქორდა მის დიამეტრს კვეთს 30 გრადუსია კუთხით და იყოფა 10-ის და 15-ის სტოლ ნაწილებად. და პრინციპში აქაც იგივე ნახაზი გვჭირდება, რომ დავამატოთ ეს ნახაზი. უბრალოდ რაღაცები გადავაკეთოთ. ასე წავშალოთ და ნახოთ რას თქოს ახლა 40 რომელი, ხო? ასურთავი, ასე. აბა, არ შეგვიშლის, ხელს არა. წეკითხოთ სრულყოფილად პირობა, ეს არის მე-40 ნომერი, ხის 40. წრეწირის ქორდა მის დიამეტრს კვეთს 30 გრადუსია კუთხით, კი? და იყოფა, ანუ თვითონ ქორდა იყოფა 10-ის და 15-ის სტოლ ნაწილებად. ანუ ეს 15 იქნებოდა ეს 10. იპოვეთ მანძილი ქორდის ბოლოებიდან დიამეტრამდე. ანუ უნდა ვიპოვოთ ეს მანძილიც ასე და უნდა ვიპოვოთ აი ეს მანძილიც. ძალიან მარტივია ხო ახლა ეს კითხვა, იმიტომ რომ მართკუთხა საკუთხედში ვართ 30 გრადუსია კუთხის მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია და ჰიპოტენუზა იქნებოდა 5/2 და აქ იქნებოდა 15/2. ხო, მგონი ერთ კითხვაზე პასუხი გავიცით რა, ხო? 5/2 კი არა, 10/2. Წყავშლი შედარებით ლამაზ გაგვაჩნდეს. ესე 10/2 იქნებოდა ანუ 5. ეს ნუ 7/5. ახლა მეორე კითხვა. მანძილი ქორდის შუა წერტილიდან დიამეტრამდე. ხო, თავისთავად ახლა ქორდის ნახევარი აქეთ იქნებოდა 15-ის მხარეს და ჩვენ გვაინტერესებს აი მისი შუა წერტილიდან აქამდე რა. ეს გვაინტერესებს, ეს x. ახლა მოდი რაღაც ასვევით რომ დავაწეროთ, აი ეს იყოს კვეთის კუთხე K, ეს იყოს E. და რო ამოვიტანოთ ეს მართკუთხა სამკუთხედი, ცოტა დიდზე რომ შევხედოთ ახლა, ხო? მოდი ამას დავარქვათ F. ანუ F E A. ჩვენ გვჭირდება გვეკითხებიან აი ამ კუთხეს. ეგ გვერდს, ხო? მანძილი ეს იპოვე. ახლა დააკვირდით, ეს 30 გრადუსია კუთხე გამოდის, იმიტომ დააკვირდით აი ეს და ეს ვერტიკალურებია, ხო? კიდევ რა ვიცით ჩვენ? ჩვენ F-K მონაკვეთის სიგრძის დათქვა შეგვიძლია.
და როგორ შეგიძლიათ დააკვირდით f-ი ხო შუაწეტილად ავიღებე, ანუ აქედან აქამდე ტოლია. სულ ხო 25 იყო. ანუ df იქნებოდა 25 მეორეთი. მერე და 25 მეორეთი, ანუ ეს არის 12.5 და დააკვირდით მთლიანად დეკა ხო არის, ხო ვიცი ჩვენ 15-ია, ეს 15 არ არის აქედან აქამდე, კი. მაშინ f-k რო ვიპოვოთ, 15-ს უნდა გამოაკლდეს 12.5. და ეგ რამდენი გამოდის? 2.5 არ გამოდის? ანუ f-k გამოვიდა 2.5. და კითხვის ნიშანი არ მოვა და კიდევ ნახევრებს მას, ხო? იმიტომ რომ 30 გრადუსია კუთხის მოპირდაპირ გვერდია და შესაბამისად ჰიპოტენუზის ნახევარი იქნება. ანუ 1.25 გამოდის f. ახლა აქ ერთი საინტერესო ვერტის გამოვიყენეთ, რომ დახაზის რაღაც ნაწილი ესე გავაფართოვეთ, გავშალეთ, ცალკე დავხატეთ და იქ დავაკვირდით პროცესის მიმდინარეობას. კარგი, ხოდი, დროებით დავშვიდობოთ ერთმანეთს და 4-ის 51-დან გავაგზავნოთ ამოცანების განხილვა. დროებით.